Assalamu alaikum warahmatullahi wabarakatuh. რამოდენიმე კითხვა მოვიდა ზაქათულ ფიტრზე და მინდა ჩავწერო პატარა ვიდეო ამ თემაზე, რომ ინშალლა ხალხს შეკითხვები არ დარჩეს. პირველი ის, რომ ზაქათულ ფიტრი აუცილებელია თუ არა. კი, ზაქათულ ფიტრი არის აუცილებელია მუსლიმისთვის, როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის, რომ ჩააბაროს ზაქათულ ფიტრი. როგორც არის გადმოცემული ჰადისებიდან, რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უბრძანება ხალხს, რომ ჩაებარებინათ ზაქათულ ფიტრი. მერე შეკითხვა, ვინ უნდა გადაიხადოს ზაქათულ ფიტრი? ანუ მაგალითად ოჯახში არის ვისაც აქვს საშუალება, ჯერ ეგეთ უნდა ვთქვა, ვისაც აქვს საშუალება და სიტყვაზე ოჯახში არის მამაკაცი, ვისაც ყავს ოჯახი, მაგალითად მეუღლე და ორი ბავშვი, თავისთვის უნდა გადაიხადოს და ასევე იმ ხალხისთვის, ვისაც არჩენს, როგორც მეუღლე და ორი ბავშვი, რომც იყოს მისი მამა ან დედა, რომელსაც არჩენს, მაგათვისაც უნდა გადაიხადოს ზაქათულ ფიტრი. ზაქათულ ფიტრის სიბრძნე რაშია? ზაქათულ ფიტრის სიბრძნე არის იმაში, რომ ადამიანს როცა როგორც გადმოცემული ჰადისებში, თუ შეცდომები გააკეთა რაღაცა მარხვის დროს, ან შეიძლება შეილანძღა ვიღაცა აწყენინა სიტყვაზე, მაგას უნდა მოუხადოს ბოდიში, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ თავის მიმართ რაღაცა ცოდვა გააკეთა ალლაჰის მარტო მის და ალლაჰის შორის რაც არის, ამ შემთხვევაში ზაქათულ ფიტრას როცა აბარებს, ეს ზაქათულ ფიტრა ამ პატარა ცოდვებს, რომელიც მოხდა მარხვის დროს, ამათ შლის, მაგაშია სიბრძნე და ასევე რისთვის, რომ გაახაროს ღატაკი ხალხი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ პროდუქტებს, გაახაროს ეს კეთილი ხალხი, რომ ისინიც გაატარონ ბაირამი, გახარებული მაგიდაზე საჭმელი იყოს და ასე შემდეგ. მეორე, ვის უნდა მივსვეთ ზაქათულ ფიტრი? ზაქათულ ფიტრი უნდა მივსვეთ მხოლოდ და მხოლოდ ღატაკებს. არა სწავლულებს, არა მასწავლებლებს, არა ჰოჯიებს, არა ყურან კურსის ბავშვებს და ასე შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ღატაკებს. თუ არის ჰოჯა, ღატაკი, თუ არის ბავშვი, ღატაკი, თუ ყურან კურსში ბავშვი არიან ღატაკები, შეიძლება მაგათთვის ჩაბარება. ზაქათი შეიძლება, ვისაც გინდა მიეცეთ, ეგ სხვა თემაა. ჩვენ ხო ვლაპარაკობთ ზაქათულ ფიტრზე. ზაქათულ ფიტრი მხოლოდ და მხოლოდ ჩაიბარება ღატაკი ხალხისთვის. ღატაკი ხალხი არის ის ადამიანი, ვისაც მაგალითად უჭირს თავისთვის აი საჭმელის პოვნაც. შეიძლება მანქანას ჰქონდეს, შეიძლება სახლის ჰქონდეს თავზე, სახლის ჰქონდეს, სახურავიც ჰქონდეს, მაგრამ უჭირს თავისთვის და თავის ოჯახისთვის საჭმელის პოვნაც. ეგეთი ხალხის არის ღატაკი ხალხი. ოჯახის წევრების მაგირად ზაქათულ ფიტრის გადახდა. როგორც ჩვენ ვთქვით, უნდა გადაიხადოს ადამიანი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მაგაზე უკვე ვთქვით. ზაქათულ ფიტრი საზღვარგარეთ თუ შეიძლება? არა, შეიძლება რა შემთხვევაში? ზაქათულ ფიტრი უნდა გადაიხადოს, ჩავაბაროთ პირველ რიგში ჩვენ რეგიონებში, ჩვენ ადგილებში, სადაც ჩვენ ვართ. თუ არის მან ღატაკი ხალხი, პირველ რიგში მაგათ უნდა მივცეთ. თუ არ არის ღატაკი ხალხი, ჩვენ ადგილებში, ჩვენ რეგიონებში და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გააგზავნოთ ზაქათულ ფიტრი უკვე სხვა ადგილებსაც. ზაქათულ ფიტრი არა მუსლიმებზე. არა, ზაქათულ ფიტრი იბარება მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმებზე. არა მუსლიმებზე შეგიძლიათ მისცეთ როგორც სადახა, როგორც დავათის თემა და ასე შემდეგ, ეგ შეიძლება, მაგრამ როგორც ზაქათულ ფიტრი მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმებზე. რა პროდუქტი უნდა იყოს ზაქათულ ფიტრში? მაგაზე ინშალლა ვილაპარაკებთ. ეხლაც ვიტყვი, რომ ზაქათულ ფიტრში უნდა იყოს ის პროდუქტი, რომელიც ხალხი ჭამს, რომელიც არის გავრცელებული ხალხში, რომ ჭამს. მაგალითად ჩვენთან სიტყვაზე ბრინჯი, ლობიო, გრეჩიხა, გაროხი, მაკარონი, აი ეგეთი პროდუქტები, რომელიც ხალხი ჭამს და აუცილებლად რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ისეთი პროდუქტი უნდა იყოს, რომელიც არ ფუჭდება უცბად. მაგალითად შეიძლება ადამიანისთვის მისცეს მაგალითად ხინკალი, მომამზადო ხინკალი მისცეს ზაქათულ ფიტრში, ან ხაჭაპური, ან ლობიანი, იმიტომ ეს საჭმელი მაგას ვერ შეინახავს მერე. ისეთი საჭმელი უნდა იყოს, რომელიც მერე შეუძლია შეინახოს, როგორც ლობიო, ბრინჯი და ასე შემდეგ. რა რაოდენობა უნდა იყოს ზაქათულ ფიტრი? შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომ უნდა იყოს 1 საა. 1 საა არის მიახლოებით არა, 1 საა არის 4 აი სავსე მუჭა. აი საშუალო აი ზომის ადამიანის 4 მუჭა სავსე რაც დაეტეო მაგაში არის ეს 1 საა. ანუ 4 მუჭა მთლიანად ნებისმიერ პროდუქტი რომელიც ადამიანი ჭამს, შეგიძლიათ ეს ჩააბაროთ. თუ შეგვრდა ეს 4 მუჭა, ანუ შეაგროვეთ ერთ ჯამში მაგალითად და ჩააბარეთ ადამიანისთვის, ეგაც არის უკვე ზაქათულ ფიტრში. და ცოტა ხანში მე ასევე ვიტყვი, მე მოვიყვანე გრამებით, კილოგრამებით მოვიტანე პროდუქტები, რომ ეს 4 მუჭა რამდენი გამოდის კილოგრამებით. მაგაზეც ინშალლა ახლა ცოტა ხანში ალლაჰის ნებით ვილაპარაკებთ. რომელი პროდუქტები უნდა იყოს
მაგას უკვე თქვით, ზაქათულ ფიტრის სხვისთვის დაბარება. ხო, შეიძლება, მაგალითად თუ იცით ვიღაცა ხოჯა ან ვიღაცა ადამიანი, იმამი, ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ფულს აგროვებს, მე იმ ფულით ყიდულობს პროდუქტებს და მე არიგებს. შეგიძლიათ მაგისთვის გაუგზავნოთ ფული, იყიდის პროდუქტებს და მე დაარიგებს. იმიტომ რომ ზაქათული ფიტრი მხოლოდ და მხოლოდ ეთება პროდუქტებით, არანაირი ფულით. როგორც ზოგიერთი პატივისცემული ასევე პატივისცემული სწავლული შეიძლება თქვას, რომ შეიძლება, მაგრამ ვიტყვით რომ არ შეიძლება. იმიტომ რომ არ შემოვალ სალაჰ ალეიჰი ვასალამ ეგრე აკეთებდა, არ საჰაბები მისი მოწაფეები, ამნი ათასობით მოწაფეები იყო, არც ერთი არ გაკეთა ეგრე, არ სალაფები, არც პირველი ანუ არ სალაფები და მაგალ დროსაც იყო ღატაკი ხალხი. მაგალ დროსაც იყო ის ხალხი, ვისაც უფრო ფული სჭირდებოდა ვიდრე პროდუქტი, მაგრამ მაინც აბარებდნენ რას ზაქათულ ფიტრს. თუ შეგიძლიათ მაგალითად ზაქათულ ფიტრი ჩაუბაროთ პროდუქტებით, ჩაუბაროთ ღატაკ ადამიანს და მაგალითად შეგიძლიათ დაუმატოთ მაგასაც ფული, როგორც სადახა. და ეს მე ანუ ფული იქნება როგორც სადახა, ეგაც დიდი მადლი იქნება თქვენთვის. როდის უნდა გადავიხადოთ, დავარიგოთ ზაქათულ ფიტრი. ზაქათულ ფიტრი აუცილებლად უნდა დავარიგოთ სანამ დაიწყება ბაირამის ლოცვა, სანამ დამთავრდება ბაირამის ლოცვა. ასევე რომ ყველაზე საუკეთესო დრო არის, როგორც საჰაბები გააკეთეს, აი ბოლო რამადნის ბოლო დღეს, როცა მზე ჩავა, მაგ პერიოდიდან ლოცვამდე, ბაირამ ლოცვამდე უნდა მოვასწროთ ჩავაბაროთ ზაქათულ ფიტრი. ეს არის ყველაზე საუკეთესო დრო. მაგრამ როგორც არის გადმოცემული საჰაბებისგან, რომ თუ ადამიანს ეშინია, რომ შეიძლება ვერ მოვასწროს, შეუძლია ერთი დღით ან ორი დღით ადრე დაარიგოს ზაქათული ფიტრი. თუ ეშინია შეიძლება ბოლო დღეს ვერ მოვასწროს. მაგაშიც პრობლემა არ არის. ეხლა მოდი თქვათ, მიახლოებით მე შეიძლება ამ ეხლა რას ვიტყვი ამ გრამებს ან კილოგრამებს ცოტათი მოუმატე, რომ მაინც გარანტია იყოს, რომ მართლა 4 მუჭა იყოს სავსე, რომ აი და ეხლა ვიტყვი რამოდენიმე პროდუქტებს გრამებით ან კილოგრამებით, რამდენი გამოდის 1 საა ან 4 მუჭა იმისთვის რომ ჩავაბაროთ ზაქათული ფიტრი. მაგალითად ფქვილი არის 2 კილო 250 გრამი. გრეჩიხა 2 კილო 700 გრამი. ქიშმიში 2 კილო 700 გრამი. მაკარონი 1 კილო 400 გრამი. გაროხი 2 კილო 700 გრამი. ლობიო 2 კილო 700 გრამი. ბრინჯი 2 კილო 700 გრამი. ფინიკი 2 კილო 100 გრამი. შეიძლება ასევე იყოს სხვა პროდუქტების, მაგაზის პრობლემა არ არის. ასევე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ეს პროდუქტები, რომელიც მე ჩამოთვალე, ან სხვა პროდუქტის რომც იყოს, შეგიძლიათ გააკეთოთ 3 კილო. 3 კილო გაკეთოთ და იქნება როგორც აი უეჭველად რო იცით რომ ჩააბარებთ ზაქათულ ფიტრს. და რაც იქნება მაგაზე ზედმეტი, ხო? აი რა ზედმეტი იქნება. ეს იყო ჩაგეთქვათ როგორც სადაღა. ეგას მე იქნება მადლი. ასევე შეგიძლიათ მაგალითად ეს ჩვენ შეეხებს ამ მაგაზე ვილაპარაკეთ, სწავლობთ მაგაზე ვილაპარაკეთ. სიტყვაზე აი ბრინჯი არის ერთ-ერთი გზელი ბრინჯი არის ერთ-ერთი ძვირი პროდუქტი. სიტყვაზე აი 3 კილო გამოდის, მიახლოებით 15 ლარი გამოდის ზაქათულ ფიტრი. შეგიძლიათ აი იგივე რაოდენობა აი მაგალითად 15 ლარის რაღაცაზე სხვა პროდუქტები იყიდოთ, რომ გამოვიდეს 4 მუჭა და შეგიძლია იყიდოთ ცოტა იყიდოთ. მაგალითად ბრინჯი სიტყვაზე 9 კილო, ფქვილი 9 კილო, სხვა პროდუქტი 9 კილო, რომ თლიან ჯამში მაგალითად შეგროდეს 3 კილო, ან 3 კილო შეგროდეს, ან 4 მუჭა, სხვადასხვა, ან შეგიძლია მაგასაც დაუმატოთ, რომ მაგალითად რამოდენიმე რაღაცა მიუვიდეს ადამიანს, რომ უფრო სხვადასხვანაირი მაგედა ქონდეს ღატაკ ადამიანს ბაირამის დღეს. ეს არის ის მომენტი, რასაც მინდოდა მე მესაუბრა, თუ რამე გამორჩა ან რამე შეკითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, შევეცდები ვნახოთ თქვენი კომენტარები და გიპასუხოთ თუ მექნება დრო. ალლაჰის ნებით. ალლაჰ მუბარაკა მოგცეთ. ასალამუ ალეიკუმ.